ცენტრია ისევ ბელიაშვილის გამზირი რესტორანი ბაბილონ მიუზიკ ჰოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოსამართლეები კორპორატიულ წვეულებას მოქალაქეების პროტესტის ფონზე მართავენ. ღონისძიებას ესწრებიან საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა კორპუსი. რესტორნის მიმდებარედ კი იმ ახალგაზრდების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ვინც მოსამართლეებმა ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების შესაბამისად პოლიტიკურ ტყვეობაში გაუშვეს. ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ირაკლი ბახტაძე მუშაობს ტერიტორიაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ირაკლი, რა ხდება ამ წუთებში რესტორანთან, სადაც მოსამართლეთა კორპუსი ახალ წელს აღნიშნავს? ბელიაშვილის ქუჩაზე ვითარება არის ისე უცვლელი აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარალელურად ოლიგარქის რეჟიმის მოსამართლეები საახალწლო ღონისძიებას აღნიშნავენ, თუმცა როგორც ჩანს, მათ მთელი საღამოს განმავლობაში პროტესტის ფონზე მოუწევს ახალი წლის ღონისძიების აღნიშვნა, რადგან ყველა მოსამართლე, რომელიც სწორედ სასტუმროს შიდა სივრცეში შევიდა, აქ მყოფმა ადამიანებმა პროტესტის ფონზე შეაცილეს. თქვენ ხედავთ მოქალაქეების რაოდენობას, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ წუთიერად იზრდება აქ ადამიანების რაოდენობა, იმ ადამიანების, რომლებიც ერთხმად ამხვდებიან, რომ მოსამართლეებმა მიიღეს სწორედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა მოსმენაც ქართული ოცნების ლიდერებს სურდათ და უნდა აღენიშნოს ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე არიან დაკავებული ახალგაზრდების მშობლები, იმ ადამიანების, რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. თუმცა ამის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შუამდგომლობა და ყველაფერი, რომელიც მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გაუშვეს პატიმრობაში. ამ დრომდე 51 პირი რჩება პატიმრობაში და ამის პარალელურად იმ მოსამართლეების ღონისძიება რესტორანში, რასაკვირველია, პროტესტის გარეშე ვერ ჩაივლიდა. მე შევეცდები ხა ვიპოვო სწორედ ის მშობლები, რომლებიც ამ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი დაკავებულის დედა არის ჩვენს გვერდით. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომლებიც პროტესტის ფონზე შევიდნენ ეგრეთ წოდებულ საახალწლო ღონისძიებაზე. თქვენ სადეთ მასთან გასაუბრება. რამე თუ გითხრეს მოსამართლეებმა? ვერაფერი ვერ გითხრეს. უბრალოდ თავდახრილი შევიდნენ, იმიტომ რომ ბანერი გვაქვს გაკეთებული და ისე ვერ შევიდოდნენ, თავი არ დაეხარა და პირობას ვიძლევით, რომ დედები მაგათ თავდახრილი და დაჩოქებულები ვატარებთ და დედები არასდროს არ დაიჩოქებიან. რადგან მაგათ ჩვენთან პასუხი არ აქვს, ჩვენ გვექნება მაგათთან პასუხები და ბატონ, დიდი მადლობა საბას ხვითარიძის დედას უსმენდით პირდაპირ ეთერში პროტესტი გრძელდება. კიდევ ერთი დაკავებულის დედო, კარგით, მადლობა. მოკლედ პროტესტი გრძელდება, როგორც გითხარით, აქ არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც მოქალაქეების პროტესტის პარალელურად არიან ამ ტერიტორიაზე და აპროტესტებენ სასამართლო კლანის იმ ღონისძიებას, რომელიც ახლა რესტორან ბაბილოში მიმდინარეობს. ჩვენ რასაკვირველია ვცდილობდით მოსამართლეებთან გასაუბრებას, ძალიან ბევრი კითხვა დაუსვით, როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ასევე აქ მყოფმა ადამიანებმა, თუმცა არც ერთ კითხვაზე არ გაუწიათ პასუხი. მთავარი კითხვა რასაკვირველია მოსამართლეებთან მქონდა ის, რომ რატომ სჯიდნენ ისინი ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს, თუმცა მათ არ გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი არის საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. საღამოშვიდობის, ჩვენ ვართ ახლა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს კლანის წევრები არიან შეკრებილები. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ საახალწლო ღონისძიებას აღნიშნავენ და ეს გაბრაზებაც რასაკვირველია არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ აქ მყოფი ადამიანები თანხმდებიან, რომ საზეიმო ნამდვილად ქვეყანაში არაფერი არ გვაქვს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. თქვენ თუ გქონდათ შესაძლებლობა რომელიმე მოსამართლეს გასაუბრებოდით და რა პასუხი მიიღეთ მათგან? აი რა გაქვთ სათქმელი მათთვის? პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავინახოთ ის სახე რეალურად, რასაც გვანახებენ ეს ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებენ მოსამართლეებს, ხომ? ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შვილის ხელა უდანაშაულო ბავშვები გაასამართლონ, აღკვეთი ღონისძიებები მიუსაჯონ და პატიმრობებში ამყოფონ, ამის პარალელურად მათ ეზეიმებათ, ხომ, ამ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს რეალურად არ ეზეიმება. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა აქ მოსვლა, მაგრამ მოსამართლეებს, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებს, რომლებსაც გადაწყვეტილება არ შეუძლიათ, რომ მოდის მე მგონი ერთ-ერთი მოსამართლე გამოვიდა, ან მოვიდა ის ამ ღონისძიებაზე.
მოგესალმებით. რა ღონისძიებაში აპირებთ მონაწილეობის მიღება? თქვენ გესმით მოქალაქეების შეძახილები, რა პასუხი გაქვთ ამ პროტესტის ფონზე მოწყობთ ღონისძიებას? მოხვედით სამართლის ყველაზე საზღვრის ღარიბს ასეთია ვითარება ახლა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც მაყურებელმა კაცში ნახა ერთ-ერთი მოსამართლე მოვიდა რესტორნის მიმდებარედ და შესაბამისად აქ ყოფი ადამიანების პროტესტი მოყვა ამ ყველაფერს გასაკვირველი აქ ყოფა ადამიანებს აქ კონკრეტული კითხვები მოსამართლებთან თუ რატომ იღებენ ისინი ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაცემულ დავალებებს და რატომ ასრულებენ პირნათლად ამ დავალებებს, თუმცა როგორც ხედავთ კიდევ ერთი მოსამართლე შევიდა ისე რომ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა, პარალელურად პროტესტი გრძელდება, გესმით შეძახილებიც